გაგაძლიეროთ ღმერთმა სულიერად ძალა მოგცეს, წინსვლა ქონოდეს, სულიერი იმუნიტეტი ქონოდეს, ემოციონალური, ხორციელი ყველანაირად ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრება ღვთის სადიდებლად სული სასწაულებით. უსასრულოა უფალი, უსასრულოა. დიდია, ჩვენ წარმოუდგენლად მიუწვდომელია უფალი, მაგრამ ქრისტეში ჩვენთვის მისაწვდომია. უსასრულო, გარეშე მოუწერელი, მიუწვდომელი ღმერთი მოვიდა ადამიანად, სრული ღმერთი სრულ კაცად მოვიდა. უსასრულო შექმნა ჩვენც ხატად მსგავსად თვისა, უსასრულო ღმერთმა სასრულ არსებებად შექმნა ჩვენ. ადამიანი სასრული არსებაა, თუმცა კი მოწოდებული არის უსასრულოს მიემსგავსოს. უსასრულომ შექმნა ჩვენ სასრული და მოგვიყვანა ამ მიწიერ ცხოვრებაში, რათა ჩვენ ამ სასრულ და შემოსაზღვრულ რეალობაში უსასრულობა შევიმეცნოთ და შევიგრძნოთ. ღმერთში, რომელიც ქრისტე როგორც ღმერთი მოვიდა ჩვენთვის, სრული ღმერთი, სრული კაცი ადამიანის სახით და ვერ მიიღეს, თვისთა არ მიიღეს იგი. მაგრამ ის უსასრულო ღმერთი უნდა დაინახო ისტორიულად შემოსულ განკაცებულ ღმერთში. აი ეს არის მთავარი ქრისტიანობის დოგმა, რომ ერთ-ერთი მთავარი ხომ? წამსი რო იწყება, რომ განკაცნა ჩვენთვის, აი განკაცების დოგმატი ვინც გაიგო, მან გაიგო ქრისტიანობა. ნუ რა თქმა უნდა, აღდგომას და ყოვლადწმინდა სამების დოგმატი, ყველა დოგმატი გასაგებია, რომ უსასრულოდ მიუწვდომელია. მაგრამ თავარი ერთ-ერთია, რომ ეს განკაცდა, ისტორიულ დროში შემოვიდა. და უსასრულო ღმერთი სასრული გახდა ჩვენთვის, მისაწვდომი გახდა ადამიანებისთვის, აი მისაწვდომი, ჩვენნაირი იყო ცოდვის გარეშე. მოციქულებთან ერთად, აი ჩვეულებრივად იქცეოდა ადამიანთა შორის და საშუალება მიცა ადამიანებს, რათა უსასრულო სასრულში, თითქოს ხილულად სასრულში შეემეცნათ. ერთიანია ღმერთი, დიდახს და ერთიანია. მაგრამ არა ერთგვაროვანი, მრავალფეროვანია და შექმნა მრავალფეროვნება ამავე დროს. და ყოველივეში არის. ყოველგან არს, ყოველსავე აღავსებს. ადამიანის რაციონალური გონებისთვის ეს მიუწვდომელია, მაგრამ შეგრძნებადია, რათა ჩვენ მასში ამ მრავალფეროვნებაში ერთიანი ღმერთი შევიმეცნოთ. მამაძე და სულიწმინდა. მრავალფეროვნება მოგცა უფალმა. ყოველივე ერთნაირ ადამიანს ნახავ, ერთნაირ პეპელას ნახავ, ერთნაირ მწერს ნახავ, ერთნაირ ყვავილს ნახავ, ყველა რაღაცით განსხვავდება ერთმანეთისგან. ისეთი მრავალფეროვანია უფალი. ერთნაირ ფოთოლს ვერ ნახავ, ერთნაირ ღრუბელს ვერ ნახავ, ვერაფერ, ყველაფერი სხვადასხვანაირია, უსასრულოდ მრავალფეროვანია. ამიტომ ამ მრავალფეროვანობაში უნდა შეიმეცნო ის ერთი ღმერთი, ჩვენ ვართ მონოთეისტები, მამის, ძის და სულიწმინდის, ახალი აღთქმის ტრინიტარული მონოთეიზმის მადიდებელნი, ერთი ღმერთის. ამიტომ ეს ერთიანობა უნდა შევიმეცნოთ. ამას უნდა ემსახურებოდეს მთელი ჩვენი ცხოვრება, რომ ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იმას და საბოლოო ცხოვრების მიზანს, რომ ერთი ღმერთი ვადიდოთ, მამა, ძე და სულიწმინდა, ყოვლადწმინდა სამება, როგორც გვასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია. და ეს ყველაფერი ემსახურებოდეს უნდა ცხოვრებას. სიბრძნე ზუსტად ამაში მდგომარეობს, რომ ყოველგვარი მეორე ხარისხოვანი, ყოველგვარი წვრილმანი, ყოველგვარი ის, რაც გვიშლის ხელს ამაში, ის გადავდოთ და მთავარისაკენ მივისწრაფოთ, ხო? იცით ახლა ეს. მთავარისაკენ მივისწრაფოთ. რომ ის ყოველივე მეორე ხარისხოვანი და მეასე და n რაოდენობის ხარისხოვანი გადავდოთ და გავანეიტრალოთ მისი სირთულე, რათა მთავარი სირთულე პრინციპი შევიმეცნოთ და ამოვხსნათ. ჩვენი ცხოვრების განტოლება, მრავალუცნობიანი განტოლება, მე ვიტყოდი. ზუსტად ეს არის ჩვენი ცხოვრების საზრისი, რომ თეოლოგიური გამართლება ჰპოვოს ადამიანმა, ღვთისმეტყველური გამართლება თავისი ცხოვრებისა. რატომ გავჩნდი მე? რა არის ჩემი ცხოვრების იდეა და აზრი და სწრაფვა თუ არ აქვს ადამიანს, ოჯახს, ერს და ასე შემდეგ, თუ არ აქვს იდეა რისკენ მიისწრაფვის და რა არის პროგრამა მისი ცხოვრებისა, მისი იდეა რისკენ მიისწრაფვის. ესეთი ადამიანი საცუდავია, საყრდენის გარეშე არის ესეთი ადამიანი. უიდეო ადამიანი, უაზრო ადამიანი, აზრია და არა აქვს მის ცხოვრებას, იმიტომ რომ სცენარეულ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ცხოველურ ცხოვრებას ეწევა
მცენარემ და ცხოველმა რა დააშავა ფლორა და ფაუნა მიიღეს თავის დანიშნულება, მაგრამ როცა ადამიანი თავის ცხოვრებას უკეთეს მდგომარეობაში, მცენარის ან ცხოველის მდგომარეობაში აყენებს, მაშინ თავისი ხატების რელევანტური არ არის და თავის ხატებისა და მსგავსების ღვთისა შესაბამისი არ არის მისი ცხოვრება და მისი ცხოვრება ფაქტიურად ერთი რაღაც განზომილებიანი ხოლმე გადაბრძოლა არსებობისათვის დარვინიზმის ყველაზე დაბალ პარამეტრებს ვთქვათ ექვემდებარება. Როგორცაც დავუშვათ ესეც არასწორი სწავლება დარვინიზმი, მაგრამ თუ ესე ამას ჰიპოთეზად ავიღებთ, აი ამ ვარიანტში შეიძლება ძინავს, მრავლდება, ჭამს, დავუშვათ იკვებება, მრავლდება და სქესური ცხოვრება აქვს და ესეც იმპულსებით ცხოვრობს. ამიტომ ჩვენი ცხოვრების როგორც ვიძახი, ჩვენი ცხოვრება ეს არის ერთგანზომილებელი, ერთუცნობიანი ამოცანა. მათემატიკური ენით ვთქვათ, ეს არის მრავალგანზომილებიანი, მრავალუცნობიანი განტოლება, უსასრულო უცნობები, მაგრამ ამოხსნადი არის ქრისტეში. და ამის ამონახსნი არის თვითონ უფალი იესო ქრისტე. ამის, იმიტომ რომ ყველა უცნობი უნდა ამოვიცნოთ და ყველა უცნობში უნდა ჩვენი ცხოვრების საზრისი დავინახოთ. სხვადასხვანაირად, ყველამ მრავალფეროვნება არის და ყველამ თავისი გულში ჩაიხედოს. ყველა დაინახავს. თუმცა მკვდარი ცნობიერების ადამიანები, მკვდარი აზროვნების ადამიანები, ბრტყელი აზროვნების ადამიანები, ათეისტები არ ბრტყელი აზროვნების ადამიანები. ბრტყელი. აი ბრტყელი უარი ხო გაგიცდიათ, რომ ვიღაცას რაღაცას უთხოვ და რომ ბრტყელ უარს უდაგიხავს რა? ან ბრტყელი ტყუილი, ან ბრტყელი უარი, ან ბრტყელი აი სიყვარულზე, რომ სიყვარულს უხსნი ადამიანს ხო და ბრტყელ უარს უდაგიხავს რა, რომ მოგაწეპებს, როგორც რაღაცა წეპოს ის რაღაც მისაწევებელი კახალდებიო, ხო, ხამიდეს აი ეს რაღაცა. აი ბრტყელი ერთგანზომილებიანი აზროვნება. თუ იმასაც ერთი განზომილება აქვს, ორი ყველაზე დიდი. მესამეს ვეღარ ქაჩავს, მაგრამ მრავალგანზომილებიანი არის ცხოვრება. ამიტომ გამოვიდეთ უნდა ამ სიბწყისეული აზროვნებიდან, გამოვიდეთ უნდა მკვდარი აზრებიდან. აზრები, რომლებიც მკვდარია, ესეთი აზრები ადამიანში გროვდება როგორც რაღაც ნეგატივი, იმპერიალი, რომელიც ადამიანს წოვს და ვამპირიზაციას უკეთებს. მკვდარ აზრებს საოცარი შხამქიმიკატური ადამიანის შინაგანი ფსიქიური ენერგიის შხამად ქცევის ძალა აქვს. გენერირებენ შხამს ადამიანის სულში, სამშვილდეში და სხეულშიც, რომელიც სხვადასხვა უძლურებებით ვლინდება შემდეგ, არ ვიცი როგორ, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი აბსოლუტურად ჯანმრთელი ვინ არის, გამოუკვლებელია, თორე ვინ არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, ხო? ყავს. და იპარავენ ადამიანის ენერგიას, ჭამენ, შიგნიდან ჭამს. თუ დააკვირდებით ეს აზრები, ემოციონალური აზრები, ემოციონალური ნეგატიური ფიქრები, ბოღმა, შეუმდებელი ცოდვა, დაუწველი ცოდვები, მოუნანიებელი ცოდვები, ჭამს ადამიანს, თუ არ გაუშვებს, თუ არ გაანეიტრალებს. და როგორც არის, შეეხება რა ბაგეთ შენ და უშვილოდ შენ და მოგიდება სწორად შენ და გასმენს ზიარებაზე ნათქვამიეს. ამიტომ ყველაზე დიდი სასწაული ეს არის ქრისტე თვითონ. და ყველაზე დიდი სასწაული მდგომარეობს იმაში, რომ ვირწმუნოთ ქრისტეს ცხოვრება საუკუნო გვაქმნეს. მასში გვაქმნეს ცხოვრება საუკუნო. ეს არის მთავარი რეალობა, პირველი ხარისხის რეალობა, ეს არის უფალი. და მაშინ ჩვენი ცხოვრების თეოლოგიურ, ღვთისმეტყველურ და აზრობრივ, მენტალურ, ემოციონალურ და ხორციელ გამართლება პოვებთ და მივხვდებით, რა არის ჩვენი ჯვარცმართველობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსვენებას ვერ პოვებთ, მაგრამ სანამ საღვთისმეტყველო გამართლება ჩვენი ცხოვრების გააზრებას, ჯვარცმართველობის ამომცანას არ ამოხსნით. სულ ამაში გვეხმარება ზიარება დაუშვათ დღესაც მოგცემს ამის დიდ სტიმულს, რომ ფსიქიურად, ემოციონალურად და ხორციელად წინ წავიდეთ და გავძლიერდეთ. მინდა რომ ამას გისურვებთ, რომ მოკლედ რო აღარ დაგღალოთ, რომ სიბზნე მოვიპოვოთ, ის სიბზნე შევისიცხლოსოთ, რაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მზამზარეულად თავისი დამსახურებით მოგცა, ყოველგვარი დამსახურების გარეშე, როგორც დაუმსახურებელი წყალობა, თუნდაც ზიარება. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ცოდვილები ვართ და ბუნებრივია, ვინ არის კაცი, რომელიც სხონდეს და არა სცოდოს. და როცა ამბობ, არ ვარ ცოდვილი და მზადა ვარ, აი მაშინ არ ხარ მზად და მაშინ ხარ ყველაზე ცოდვილი. პავლე მოსხულეოს პირველი ვარ ცოდვილთა შორის და არა ვარ ღირსიო. მაგრამ პავლე მოსხულის მერე ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ? რომ ღმერთო შეგვიდა გვაპატია, შვიდობით გვაზიარა და გზახსნილი ქონოდეთ. თქვენც მეც ყველას უსურვოთ კეთილი და ყველას უსურვოთ ერთი დიდი სიტყვა. გვიპატიებია, შეგვინდია, მაპატია, შეგვინდა უფალო და ყველას გვიპატიება და შეგვინდა. ყველა მონანულს ღმერთმა შეუნდოს. ამინ. ამინ. უფლისამი